გამარჯობა. ვაგრძელებთ ქართული სახელმწიფოს დაარსებისა და ქართველური ეთნოსის ჩამოყალიბების თაობაზე თხრობას. ეს არის მე-7 ნაწილი. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ თეიმურაზ ბატონიშვილთან მოცემული რიგითობით ქართლოსის 6 დღიდან 2-ის, ბარდოსისა და მოვაკოცის განსახლების არეალს. შემდეგია ლეკოსი. ეს რიგითობა აღნიშნავს ასაკობრივ განსხვავებას უფროსიდან უმცროსისკენ. მანამდე კი გვინდა გამარტოთ შემდეგი საკითხი მოვაკოცის მიერ დაარსებული ქალაქის შარავანდის ეტიმოლოგია, რომელზეც ვისაუბრეთ წინა ვიდეოში. ჩვენ არ ვტოვებთ არც ეს საკითხს დაკავშირებულს უძველეს ქართულ ისტორიოგრაფიასთან, ამიტომ ზოგ შემთხვევაში ვიდეოების გამოქვეყნება გვიხანგრძლივდება რამოდენიმე დღით, მაგრამ გთხოვთ მიუხედავად ამისა, ხშირად შეხვიდეთ ჩვენს YouTube არხზე და გაიცნოთ სხვა ვიდეოებსაც. Așadar, დავიწყოთ შარავანდის ეტიმოლოგიით. ეს სიტყვა შედგება შარა პლუს ვანდი. სამეცნიერო ინფორმაცია ძველი იაური სიტყვიდან სარა, ენერგია, სანსკრიტი, ასევე ენერგია, სარა, ძველი იაური, არსებითი სახელი, ბირთვი, გული, ენერგია, სიმტკიცე, ძალა, ძლიერება, ზედსართავის სახელი, მთავარი, არსებითი, ენერგიული, მტკიცე, ძლიერი, უნარიანი. სანსკრიტი სარა, ენერგია, არსებითი სახელი, მიმავალი გზა, მოძრაობა. ბამბარას ენა, ესეც აფრიკული ენაა, სარა, შარა, ხიბლი, მაგიური ძალის მქონე ნივთი, საგანი, მოქმედება ან სიტყვები, რომლებსაც სავარაუდოდ მაგიური ძალა აქვს. სინონიმები, შელოცვა, თილისმა, ამულეტი. თეზაურუსით, სინონიმების ლექსიკონით, ჯადოსნური შელოცვა. ბოროტების საწინააღმდეგო თილისმი. ხაუსას ენა, ესეც აფრიკული ენაა, ჩვევა, პრაქტიკა, გზა, ჩვეულება, ქართული, შარა, ანუ გზა იგივე. ახლა რაც შეეხება შარავანდის მეორე ნაწილს, ვანდი. ძველი ინგლისური. მომდინარეობს სიტყვა ვინდენდან, ზმნა, მოხვევა, დახვევა, წრეზე შემოხვევა, სპირალი, მორევი. სვანურ ენაში სიტყვა ვანდი გამოიყენება ხევის ან ხეობის მნიშვნელობით. ის ხშირად გვხვდება გეოგრაფიულ სახელდებასა და ისტორიულ კონტექსტში კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების აღსანიშნავად. ძირითადი მნიშვნელობა, ტოპონიმიკა. ეს ტერმინი ხშირად გვხვდება სვანურ და ზოგადად ქართულ ონომატიკაში. ბოდიშით, მაგალითად არსებობს ვარიაციები ვანანდი, ვანდი, ვანდია. ბაშასადამე, შარავანდი, შარას პლუს ვანდი. შარა, სარა. ეს არის ჰაუსას ენა, თქვათ, იგივე ძველი ინგლისური, გზა, წრეზე შემოხვევა, სპირალი. ქართული სიტყვა აგრეთვე გზა. ახლა ჩვენი განმარტება. შარავანდი უნდა ნიშნავდეს გზა უფლისა, გზა უფლისკენ. სამეცნიერო ინფორმაცია ქრისტიანული პერიოდის სიტყვა შარავანდი, რომელიც გამოხატავს სხიმფერ მტკალს, ზოგჯერ სიტყვა მარაოსებრი განლაგებით ტრადიციულ იკონოგრაფიაში გარს აკრავს ქრისტეს, წმინდა მარიამს და წმინდანთა თავებს. ჩვენი განმარტება. ქრისტიანული სიმბოლო შარავანდი მიღებულია ქრისტიანულ პერიოდამდე არსებული წრიული სპირალის სიმბოლოსაგან, რადგან მისი ფონეტიკური შესატყვისი ბაშფლების ფილაზე არის ანგა, ვანდ, აგრეთვე ისინი გრაფიკულად იდენტურია. ასევე ჩვენს მიერ გაშიფრულ ბაშფლების ფილაზე არის სპირალური სიმბოლო, რომელიც ანალოგია გრაკლიანი გორის ერთ-ერთი საბეჭდავის ძირისა, ანაბეჭდისა. ნასკას უდაბნოსა და სხვა უძველეს შესაბამისი სიმბოლოებისა და ნიშნავს ღმერთს. ბაშფლების ფილაზე ეს ადგილი იკითხება ასე, შენი ღმერთი. ამის შესახებ გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი და გთხოვთ უყუროთ. ამიტომ ქრისტიანული სიმბოლო შარავანდი აღებულია ქრისტიანულ პერიოდამდე არსებული წრიული სპირალის სიმბოლოსაგან, რადგან მისი ფონეტიკური შესატყვისი ბაშფლების ფილაზე არის ანგა, აფროაზიური ენა, ხოლო მისი ქართული უძველესი შესატყვისია ვანდი. საბოლოო დასკვნა, ესე იგი შარავანდი, შარას პლუს ვანდი, ანუ გზა უფლისა, გზა უფლისკენ.
ახლა უკვე გასაგები ხდება თუ რატომ დაარქვა მოაკანოსმა ქართლოსი ძმამ თავის აშენებულ ქალაქ შარავანდი, რომელიც მოგვიანებით მტერთა შემოსევების შემდგომ გადაკეთებულა შირვანად. აქვე შეგახსენებთ, რომ ქართლოსი და მისი ძმები, ანუ ქართლოსიანთა მოდგმა თავიდან აღიარებდა დამბადებელ ღმერთს, ძველი აღთქმის მამა ღმერთს, რის შესახებაც გვაქვს ვიდეო ჩაწერილი და გთხოვთ უყუროთ. ახლა კი გადავიდეთ ლეკოს, თეიმურაზ ბატონიშვილი. ლეკანს ანუ ლეკოს განუჩინა დასამკვიდრებლად ადგილი აღმოსავლეთ კასპიის ზღვით, რომელსა დარუბანდის ზღვას უწოდებენ, დასავლეთ ნომეკის მდინარე დუნდე, სამხრეთ კავკასია და ჩრდილოეთ მდინარე დუნდე დიდისა ხაზარეთისა. გვერდი 29. ვიდრე განვაგრძობთ თხრობას, შევეხებით ერთ საკითხს, რომელთანაც დაკავშირებით სრულ ინფორმაცია წარმოდგენილი საჯარო სივრცეებში, მეცნიერთა მხრიდან და ასევე სოცქსელებში. ყველგან მითითებულია, რომ ქართლოსი და მისი 6 ძმა იყო ლეგენდარული პიროვნება და ლეგენდა მათ შესახებ წარმოიშვა შუა საუკუნეებში. გულისხმობენ ქართლის ცხოვრებას. ამ სიცრუისა და პირდაპირ ვიწყით საქართველოს უძველესი ისტორიის გაყალბების გასაბათილებლად ყველა დროის ზოგიერთ სუპენტელა სწავლულსა და მეცნიერს, რომლებიც შეეცადნენ და დღემდე ცდილობენ ქართველებს როგორმე წაართვან ჩვენი კუთვნილი ადგილი, რომელიც დავიმკვიდრეთ როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთმა დამაარსებლებმა, უპასუხებთ მარტივ, მაგრამ კინისებური არგუმენტით. ჩვენს მიერ გაშიფრული გრაგლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტების საკურთხევლის წარწერის მიხედვით მასზე წერია ქართლოსთა პირველი კაცი. ანუ თუ ქართლოსის შუა საუკუნეებში გამოგონილი ლეგენდარული პიროვნება იყო, მისი სახელი როგორ აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვის 1018 წლის, ესე იგი ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლო პერიოდის საკურთხევლის წარწერაზე. ბატონებო, ჩაფლავდა თქვენი მრავალგზისი მცდელობა საქართველოს უძველესი ისტორიის გაყალბების თაობაზე და თქვენი არათუ სისულელები ბიზანტიმართული სიყალბე, დიახ, ბიზანტიმართულად აყალბებით საქართველოს ისტორიას აღწერილი თქვენსავე გაყალბებულ ეგრეთებულ სამეცნიერო ნაშრომებში შეგიძლიათ მოასწროთ და თავადვე გადაყაროთ სანაგვეში. სამეცნიერო ინფორმაცია სახელის ლეკოს, ლეკან უძველეს ადასტურებს სტრაბონის გეოგრაფიკა მე-11-5-1 მსგავსი წყაროების ისტორიული გარეგანი აღნიშვნები. ძველი ბერძნული ლეგაი, ლათინური ლეგაე, ქართული ლეკანი, არაბული ალაკზი და მსგავსი რამ სპარსულში. ნათესაობა ისინი განსხვავდებიან რეგიონში არსებული სტეპებთან დაკავშირებული თურქულენოვანი პოპულაციებისაგან და უფრო ახლოს არიან სხვა კავკასიურ ჯგუფებთან, რაც დაფუძნებულია სხვადასხვა კვლევაზე. ლეზგიური ენა მიეკუთვნება ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიურ ენათა ოჯახს, ლეზგიურ შტოს. გენეტიკური ნათესაობა რეგიონში მოსახლეობა ბრინჯაოს ხანიდან გენეტიკურ უწყვეტობას ავლენს სტეპების, ირანისა და დასავლეთ აზიის წყაროებიდან გვიანდელი შერევით. ლეკოსი შთამომავლებს, ანუ ავტოქტონურ, ესე იგი ძირძველ ანდაც ქართლოსიანთა ეთნოსის ხალხს მომდევნო საუკუნეების მანძილზე მტერთა შემოსევების შედეგად შეერია სხვადასხვა ეთნოსი, რამაც გავლენა იქონია მათ გენეტიკაზე და ენაზე, რადგან თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობების მიხედვით ლეკოსელები საუბრობდნენ ქართულ ენაზე. დღეს მდგომარეობით ქართლოსიანთა გენეტიკური G2A აპლოჯგუფის მატარებელი მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობაა დარჩენილი ლეკოსის ტერიტორიაზე. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ლეზგიურ ენაზე მოლაპარაკე მრავალრიცხოვანი ლეზგიური ტომები გაერთიანდნენ 26 ტომისაგან შედგან კავშირში, რომელიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ კავკასიის სახელმწიფოში, კავკასიის ალბანეთში. ისინი თავად შევიდნენ სპარსეთის
აქამენიდების იმპერიის შემადგენლობაში ძველი წელთაღრიცხვის 513 წელს. პარსესა და პართიის მმართველობის დროს კავკასიის ალბანეთი დაიყო რამდენიმე ტერიტორიად: ლაგზი, ლეგოსი და შირვანი, ბოვაკოსის ტერიტორიები და ასე შემდეგ. ლეზგიურენოვანი ტომები მონაწილეობდნენ გავგამელის ბრძოლაში სპარტესის დროშის ქვეშ დამპყრობლელი ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ. ამით დავასრულოთ. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ უკვე კავკასოსზე. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს, მოგწეროთ შეკითხვები და კომენტარები. დიდი მადლობა.